ჩვილო, მოგიყვანე ობიექტზე დედა გენასვალოს. აი აქ გიშენებ ბინას. რა ვქნა, რახან შენ ცოლთან ერთად ცალკე გინდა ცხოვრება, დედიკო შენთან ერთად უნდა გადმოვიდეს. უცებ დილით რომ papa მოგიდეს შვილო, დედიკომ უნდა გაგიკეთოს. ჩემთან ერთად უნდა გადმოვიდე, დედა არ გამაგიჟო. ცოლი ისთვის მოვიყვანე, რომ ცალკე გადმოსულიყავი. ზედმეტები ახლა მომისმინე, მოკლეს ტიხარი გაკეთდება ესე. აი აქ 7 კვადრატში დაწვევით შენ და შენი ცოლი და აი აქ კედელთან დედიკოს თავი ექნება, უცებ რომ გაოფლიანდე. ან გადაიხადო შვილო, კარები არ ჩაკეტო შიგრიდან. უნდა შემოვარდე თავზე უნდა დაგადგე. 65 კვადრატში მე დავეგდები რაც იქნება იქნება. სად უნდა შემომივარდე, დედა, ცოლთან ერთად უნდა ვიწვე, იქნება რა ხდება? ენა, არ იკხრება სხვანაირად, 7 კვადრატი და 65. დედა, იმ გოგოსთან მცხვენია ძლის ვიღაც გავიცანი, რა გინდა, 17 წლამდე ხომ აბანავებდი? რო გაოფლიანდე, სად მიგიხარ, შვილო? არ მოფლიანა, ყოიცი. რო გადაიხადო? დამაპარებს ცოლი. არა, ესე იქნება, სხვანაირად არ გამოდის. დედა, ერთოთი აივანზე გავარა, კომპანია ალშედადის დირექტორს უნდა დავარიყო მფლობელს მუჰამედს. ვინ არის მუჰამედი? მფლობელი ამ ყველაფრის. რა უნდა უთხრა? რეალურად ვიცი რომ არ შეიძლება ჩატიხრა, მაგრამ კაი, დაურეკე. კაი. سلام علیکم محمد ماما تولید تسکن مای حیاتورید تو جسینی فی سبامت مرابا انوزم جاتی اونو کی تاگون لابا مافیانا محمد ერთი წუთი დედა ველაპარაკები და სავარაუდოდ ჩატიხრა არ შეიძლებაო. მომეცი მე და ველაპარაკი. რა იცი შენ არაბული? მომეცი. არ იცი არაბული. سلام علیکم یا خوی یعنی یورید فی سبا متر مربع واحد غرفه عشر زوج زوجة وانا اجلس في غرفة اخرى قبل من الجدار عشان اراقب كل شيء في مشكلة لو خلاص لو خل لو خلاص დედა არ გამაგიჟო არაბული საიდან იცი? არანაირი პრობლემა არ არის, გადაიტიხრებაო, ასე რომ 7 კვადრატში შედიხართ. რა გინაგარა ბალაბალო, რა დაგიშავე ვერ გავიგეს, დედა მეთქებული კაცად ხარ შეიძლება ვიგრძნო თავი. 27 წლის ვარ და ხელი ხელჩოკიდებულები დავდივართ ქუჩაში, აღარ შემიძლია კლასელები დავწინიან დღემდე. დავიღალე რა ცალი მოვიღალე მეთქი, კაცი მე არ მეთქი, კაცად დავდექი მეთქი და დამანე მე რა კალოია. თქვენი გაცნობა შეიძლება? ვინ გაგაქეზარო? ვის უნდა გააქეზებინე? უბრალოდ არ შეიძლება? ჩუმლაყიდან ხარ? ჩუმლაყიდან არა, გურჯაანელი ვარ. ჩუმლაყელის თავეჭდილებას ასტოვებ. არა, რა მეწყობა ჩუმლაყელობისა. გაგიყოლო? რავი, მე უხერხულება და თუ გინდა გამიყოლე რა. რა გეტყობა უხერხულობისა? რავი, ვცდილობ უხერხული გოგოსი მიჯი მოვირგო. განა გაქეზებრო. კაი მეტი ჩარა გოგო ჩანხარ. ცუდად არ გამიგო, მაგრამ რამდენი წლისა ხარ? თუ საიდუმლო არა? 26-ისა ვარ, შენ რამდენი სახარ? 47. არ გიცნობი? რა გეტყობა 47-ისა? არ დაგემასე? კარგი დღე არის ისი არა? კარგი დღე არის. ზიანი. ზიანი. რომ უნდა ადგე და პინგო რომ უნდა იყინო და რომ უნდა შეჭამო. აი ვისაც კილები არ აქვს, იმისთვის ხომ იყინო. ისწრება. შენთვის ის თინა არ არის? აბა უყურე. თინა გაგიხმა თავი. აი როგორ მეჯავრება ეგ ქალი, რამდენჯერაც გაივლის და გამივლის, სულ მგონია რომ ცუდი რაღაც უნდა მოხდეს დღეს ჩემს ცხოვრებაში. ცუდი თვალი აქვს. აი ხო იცი რა საკეთებს? პენსიას რო იღებს, შვილიშვილებს არაფერს არ ყიდულობს. შეახარბე. იმიტომ რომ არ უნდა დაძლათ ვინც აყავს, ვინც შემოუვიდა ოჯახში და შვილიშვილებზეც გადამტერებულია. შეახარბე. დაუძახი მაგის შვილიშვილს მოვიდეს. ნატა! ნატა მოდი აბა? აი? მიდი ბებოსთან უთხარი რომ პინგოს ნაყინი გიყიდოს. აღებული აქვს მაგას პენსია, მიდი შვილო. ეს ბავშვი სუბებია მის საგავს. ბებია ელა. თეძოები. ამათ ისეთი გენეტიკა აქვს თაობიდან თაობაზე გადა. აი რაღაცნაირად 90-იანებში დამაბრუნა. მე სად დაგაბრუნა? 90-იანებში. რა იცი შენ 90-იანები და კარაქის გემო გამაგებინე მარგარინზე გაზრდილი. ვაი! მათხოვარო შენ.
შენ ადამიანი არ აქვია, ვისე ბლატავები რა კარაქი. ვისე ბლატავები. წადი და იმასთან იმასკენ იმარიაჟე. რაც კი გასინჯე. მე ამას არ შეგარჩენ. აი დარდები. რამდენი დადე ქერეხზე? 60. მე 40. დავთხარე თვალები. ჩემ მამამ თვიზეც მაშინ 20 მანეთი დადო მაგან. აძრი? რაც ვე ჭამია მე. კოტკოტი გადმოვიღე. ორი სუფრის კოვზი და ისიც ნინელი მეჭდა წინ და დავაგდე ისიც ხო იცი მაგას როგორი თვალი აქვს. ცუდი ყურება იცის მაგან. მე ხთი მაგას დავიცავდი კიდე წამოვედი. 40 ლარი გამომართვი ისე უკან. ოღონდ არავინ არ იცის. იქი ჩავაწერინე, მაგრამ გამომართვი უკან. მე გიას ჩავაწერინე გავატანე. მეთქი შენ ჩაწერე მეთქი გამოიჩინე, მანდ მაინც გამოიჩინე თავი მეთქი. რა წაიღო უბედურმა. მოგო მე ვიდატოვდა. საწყარი თავის ცხოვრებაში რა გაიხარა მაქანა. მისრებში აგროვა, შვილებს ბინა უყიდა. იმას ის მაქანა უყიდა, იმას ეს უყიდა და თვითონ კიდე ერთი გადადებული ნიფხავი არ აქონდა. გამოგლეძილებით დადიოდა მე ხო ვიცი არა შენი ხნარას მოგიყვებოდა, მაგრამ მე ვიცი. უბედურის ერთი. ისე გაკვირდები და ბევრსაჭა. თქოს ხამივით ახარ ცუდა. მეხი დაგეცა შენს. შენს დაგეცა მეხი, აი ესე უნდა ჭამ შენ ქელეხში მიყურე, აი. შენ ქელეხს ვერ მოესწრები, იმიტომ რომ ჯამრთელი ვარ. ექიმთან ვიყავი ხა და ყველა ანალიზი მწყობში და პარიატკაში. მოდი, ნუღა შეჭამ ჩემს საჭმელს, კარგი? შენი არ არის, ეს არის ფრესკოს საჭმელები. აი, მოდი ახეთო. აი ხლა მგონია რომ აი მართლა რეინკარნაცია მოხდა რომ აი ზაზა თვალები შენ. აი ხლა ზაზა არ გიყურებს. ზაზა თუ შენ ახარ გვანიშნე, ესე კი. ზაზა ცუდად არ გამიგო, 40 ლარზე მეტი ვერ დავდე შენ ქელეხში. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ ეხლა? თლა ციცოცხლეშიც არ იყავ ისეთი კაცი რომ უფრო მეტი დამედო და რა ვიცი ეხლა შენ ოჯახს მოახმაროს ღმერთმა. რა კარგია ხომი და ბაშე. ხომი კარგი არის. თუმცა ხომი ყოფილა ვენებისთვის ძალიან კარგი. განა მიყვარს. მაგით უჭამ. ვენებისთვის ყოფილა ძალიან კარგი. შენ არ გივარგა ვენები? როგორ არ მივარგა, მაგრამ მაინც წინასწარო მეგრელები რატო ჭამენ ხომს? რატო არიან მეგრელები ძლიერები? ხომს ჭამენ. ეგეც მართალია, ციაკო ფიფია? ციაკოს ფიფიას როგორი ფიფი აქვს? ჯირკვი ვერ წააქცევ. იმიტომ რომ ხომზია გაზრდილი. ხომზია გაზრდილი. თქვენ სულ ბაშულებს გაქვთ ძარღვების პრობლემის დარღვევის? რატო? იმიტომ რომ ხომზე არა ვარ გაზრდილი. მე ძალიან კაი გენეტიკის ვარ. არა, გენეტიკა მეც კარგი მაქვს ახლა ვერ გავიგე. სულად არ გამიგო, მაგრამ ცუდი ხელი გაქვს შენ საჭმელებში. გასლაპარაკობ, კაცო, ჩემი ხელით გავაკეთე და წამოვიდე, მაგრამ შენ რაღაც არ გეტყობა, რომ ცუდი ხელი მაქვს. აბა რატო ჭამ თუ ცუდი ხელი მაქვს? არ მინდა რომ გაწყენინო და საჭმელზე უარის თქმა არ შეიძლება. ეს რა დამიჭდა იცი? რა? 40 ლარი. 20 დადებ. რატო დავდებ? შენ არ მითხარი ჩემზე იყოს? არა, გადავიფიქრე. 20 ლარი ჩამეში არ გაიხსნა. საშუალება გვარ. არ მაინტერესებს. რატომ აიძული? მაშინ არა ჭამ უკავლა წავიღო. всё. დამთავრე. კიდე მოშოდიაფტე. მეც მექნება თათია ფული. არა უშავს.